როგორ ავლენენ მამაკაცები თავიანთ ხასიათს და ბუნებას ურთიერთობებში დაბადების დღიდან გამომდინარე. გავაგრძელოთ ოთხიანებით და საერთოდ ოთხიანები ითვლებიან ციფრულ ფსიქოლოგიაში ყველაზე სტაბილურებად, რომლებთანაც შეიძლება რომ ოჯახი შექმნათ, მაგრამ რა თქმა უნდა, მათაც აქვს თავიანთი უარყოფითი თვისებები. საერთოდ, როდესაც ოთხიანი ხვდება გოგონას, რომელიც არის მოკრძალებული და დაინახავს ეს გრძელვადიან ოჯახის შექმნის პერსპექტივას, უკვე არ უჭირს ასეთ ქალთან ოჯახის შექმნა. მაგრამ ისინი ურთიერთობაში ცოტა რთულები არიან, ურთიერთობაში მშრალები არიან, არ ავლენენ მაინც და მაინც სითბოს, მაგრამ თავიანთი ხასიათით და ბუნებით გაგრძნობინებენ, რომ შენზე ზრუნავენ. მაგრამ ოთხიანი საერთოდ არის ესეთი ბუნტარი, და როდესაც ის გაბრაზებულია, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მასზე ეს ემოციური ზეწოლა არ განახორციელოთ, რადგანაც ის ძალიან მალე ფეთქდება და შეუძლია რომ პარტნიორ ქალზე ხელიც კი აწიოს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, საერთოდ ოთხიანები ცოტა ძუნწები არიან, მას ეშინია ხვალინდელი დღის კრიზისის და მაქსიმალურად ცდილობს, რომ უსაფრთხოების ბალიში კონდეს ფინანსური და თუ დაუშვათ ასეთი მამაკაცის გვერდზე ცხოვრობთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ თქვენი შემოსავალი, რომ ყოველ წუთში მასთან არ მოგიწიოთ ფინანსების თხოვნა. რაც შეეხება ხუთიანებს, ხუთიანები არიან ყველაზე თავისუფლების მოყვარულები და მათ საერთოდ ძალიან უჭირთ ურთიერთობის სერიოზული სახის მიცემა ურთიერთობაზე, რადგანაც ეშინია თავიანთი თავისუფლების დაკარგვის. და ასეთ მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან თქვენი მხრიდან ზეწოლა არ იგრძნოს და თუ თქვენ მას თავისუფლებას მისცემთ, მზად იქნებით, რომ ასეთ მამაკაცთან სიგიჟეები განახორციელოთ, მას უკვე თქვენთან ოჯახის შექმნა არ გაუჭირდება. მაგრამ ერთი რამე რაც უნდა იცოდეთ, ის არის სიახლეების მოყვარული და მასთან ერთად სიგიჟეების ჩადენის არ უნდა შეგეშინდეთ. და კიდევ ერთი ფაქტორი, საერთოდ ხუთიანები არიან ძალიან ქაოტურები და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მათ ამაზე შენიშვნა არ მისცეთ. რაც შეეხება ექვსიანებს, ექვსიანები არიან ესთეტები და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნაკლი არა გაქვთ, ექვსიან მამაკაც რომ შეხვდებით, საკუთარ თავში ისეთ ნაკლს აღმოაჩენთ, რაზეც საერთოდ წარმოდგენაც კი არ გქონდათ. საერთოდ ექვსიანებს მოწონთ სილამაზე, ესთეტიკა და ისინი აფასებენ ქალს, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს და კარგად გამოიყურება და როდესაც ასეთი მამაკაცის გვერდზე ქალი დუმდება და აღარ აქცევს საკუთარ თავს ყურადღებას, ის უკვე იწყებს უფრო ლამაზის ძებნას და ერთი ურთიერთობიდან ძალიან მარტივად მიდის მეორეში. ამიტომ ასეთი მამაკაცის გვერდზე არასდროს არ მოადუნოთ ყურადღება და მაქსიმალურად უნდა გამოიყურებოდეთ კარგად და მოვლილად და შემდეგ უკვე ასეთი მამაკაცი, რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ შინაგან სამყაროსაც გაიცნობს, უკვე დაფიქრდება მყარ ურთიერთობაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი, აუცილებლად დამიკომენტარეთ და შემდეგ ვიდეოში უკვე გაგრძელებასაც შემოგთავაზებთ.